მოგესალმებით, ეთერშია TV+-ი საინფორმაციო გამოშვება გოჩა ჭკადუასთან ერთად. Коллективურ ნაციონალურ მოძრაობასთან მის ანსხლეტებს თავისი გასაჭირი აქვთ, არიან თავიდან ბოლომდე პრაქტიკულად დამარცხებულები. თან ყველა ფრონტზე განაცხადა პარტია ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. გააკრიტიკონ ამერიკის პრეზიდენტი მიიღებენ შესაბამის პასუხს და ამიტომ ამას ვერ ბედავენ. გააკრიტიკონ ევროკავშირი, ისინიც მათი პატრონები არიან და ახლა არიან აბსოლუტურად გაჩუმებულები. გასაგებია მათი ასე ვთქვათ განულება პოლიტიკურ ველზე ერთადერთი რაც არის, აქ არის ის რომ როგორც ვამბობდით მომავალი ახალ პოლიტიკურ ჯანსაღწალებს ქართულ ოპოზიციაში აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. ოპოზიცია, რომელიც მუდმივად საუბრობდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა. ახლა კითხვას, რომელიც ევროკავშირის ამერიკის ურთიერთობას ეხება გაურბის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრისას აღინიშნა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტებში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება. ასევე საუბარი შეეხო კომპანიასთან სტრატეგიული ლოგისტიკური სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივებს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად პორტ ხალიფას ინფრასტრუქტურას გაეცნო. გავეცანით პორტის მუშაობა გვაქვს ერთობლივი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი. გამოვთქვით სრული მზადყოფნა, მაქსიმალურად გავაღრმავოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელშეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. სამართლებრივი შეფასების მიღმა ყველას შეგვიძლია ძალიან მარტივად დავადგინოთ ის, რაც დევს ხელის გულზე, რა თქმა უნდა, კონკრეტული ადამიანები და ძალები პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ეს სხვა არაფერია თუ არა საბოტაჟი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საბოტაჟთან დაკავშირებით პროკურატურის გამოძიებაზე დასმულ კითხვის პასუხად. მისივე თქმით, გამოძიება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს და ვერავინ გაბედოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის რაიმე დაბრკოლების შექმნა. სამართლებრივი შეფასება არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს პროკურატურისა და სასამართლოს პრეროგატივაა. დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას, ყველა მიმართულებით არის საჭირო სიფრთხილე და ყურადღება და სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება. გამოძიებასთან ერთად საჭიროა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ სიხარულით კმაყოფილებით საუბრობენ იმაზე, რომ დეკემბერში გარკვეული ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეს რეალურად ასეა. ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დეკემბერში იქნებოდა დაახლოებით 10%-მდე, თუმცა რეალურად იყო დაახლოებით 6.5%, რომ არ ყოფილიყო ღია საბოტაჟი, ჩვენ არ დავკარგავდით მილიონობით დოლარს ჩვენი ეკონომიკისა და შესაბამისად ჩვენი ბიუჯეტისთვის. გამოძიება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში ასეთი საბოტაჟი არ განმეორდეს. ვერავინ უნდა გაბედოს ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის რაიმე დაბრკოლების შექმნა. ეს არის მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების პასუხისმგებლობაც, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ოპოზიცია არის გაღიზიანებული იმ განცხადებებით, რომლებსაც ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან. ერთი მარტივი მიზეზების გამო ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება იმ ეგრეთ წოდებულ ნარატივს, რომლებსაც ისინი თავს ახვევდნენ საზოგადოებას მთელი ამ წლების განმავლობაში, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მას არ უკვირს ოპოზიციის სუმილი, რადგან უჭირთ კითხვებზე პასუხების გაცემა. მათი გზავნილების მიხედვით არსებობდა იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მანკიერი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა გამოვლინდა, რომ იყო ძალიან მძიმე მიმდინარეობები დასავლეთის მხრიდან, რომლებიც უპირისპირდებოდა ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ხაზი გადაისვა მათ საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არანაირი მანკიერი ზრახვა არ შეიძლება ჰქონდა საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში ბუნებრივია მათ უჭირთ პასუხების გაცემა კითხვებზე და მათი ეს დუმილი მე აბსოლუტურად არ მიკვირს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, ეკონომიკური პროგრესი, რაც გვაქვს განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებთან. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სტრუქტურები აკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველოში გარემო იყოს უსაფრთხო, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალ დონეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მინდა კონკრეტულად მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში გარემო იყოს უსაფრთხო როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე ჩვენი ვიზიტორებისათვის. ბევრი ფაქტორია, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად ეკონომიკური პროგრესი, რაც გვაქვს განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებას. ბევრი ფაქტორი ერთად კომპლექსურად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა უსაფრთხოების მაღალი დონით, მომავალშიც უნდა განვაგრძოს რუმა, რომ ეს მაღალი დონე შევინარჩუნოთ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში USAID-თან დაკავშირებით მის მიერ 2023 წელსა დონალდ ტრამპის და მარკო რუბიოს მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებებს აქვეყნებს. ვამბობ დიწერ შალვა პაპუაშვილი. 2 წლის წინ შალვა პაპუაშვილი აცხადებდა, რომ ამერიკელი ხალხის ფული საქართველოში რევოლუციური პროცესების დასაგეგმად იხარჯებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე USAID-თან მას განმარტებებს USAID-ისგან მე-6 ნიუს თავიდან კითხულობ. მესამედ. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში USAID-თან დაკავშირებით მის მიერ 2023 წელსა დონალდ ტრამპის და მარკო რუბიოს მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებებს აქვეყნებს. ვამბობ დიწერ შალვა პაპუაშვილი. 2 წლის წინ შალვა პაპუაშვილი აცხადებდა, რომ ამერიკელი ხალხის ფული საქართველოში რევოლუციური პროცესების დასაგეგმად იხარჯებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე USAID-ისგან განმარტებებს ითხოვდა. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დეპუტატებთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აზერბაიჯანის პარლამენტი და საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევა თითქმის ერთდროულად მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმიანობა ერთ პერიოდში გვიწევს. აღნიშნული მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატიისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, განაცხადა გივი მიქანაძემ. მისივე თქმით, საპარლამენტო ურთიერთობების მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის გაფორმდეს თანამშრომლობის ხელშეკრულება და დარგობრივი კომიტეტებისა თუ მეგობრობის ჯგუფების ვიზიტები ორივე ქვეყანაში უფრო ინტენსიური გახდეს. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მხარეებმა ერთობლივი პროექტებისა და ახალგაზრდებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ზაურ დარგალი, გიორგი სოსიაშვილი, პაატა სალია, ვლადიმერ ბოჟაძე, სავალარ მირზოევი და ანტონ ობოლაშვილი. აზერბაიჯანის დელეგაციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ მილი მეჯლისის თავდაცვის უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე არზუ ნაგიევი, შრომის და სოციალურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარე მუსა გულიევი, ეკონომიკური პოლიტიკის, სამრეწველო და კომერციულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აზერ ამირ სალანოვი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კამალ ხალილოვი. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება. ოპოზიციურ ბაბლთან ბოლოს შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი, წერს ექსპერტი ზალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს და ეს მას ერთგვარ გამტარად იყენებენ დასავლეთთან ურთიერთობაში. როგორც თქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება. ოპოზიციურ ბაბლთან ბოლოს შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი, შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მონაწილემ უნებლიეთ გაამხილა, თუ რატომ მივიდა სალომესთან ოპოზიცია. ჩვენ ზურაბიშვილი გვჭირდება როგორც გამტარიო, ანუ დასავლეთთან მთავარი დამსმენიო. სხვათა შორის ზუსტად ასეთ გამტარად გამოიყენავს ოპოზიციამ ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, მისივე თანხმობით, როდესაც წაგებულ არჩევნებზე აძახებინებდა გაყალბდაო, რადგანაც დასავლეთში ვიღაცები სალომეს სიტყვებს უფრო ენდობიან, ვიდრე აქაური ოპოზიციის ბაბლინები. სალომე ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს. ეს მათი ურთიერთობა იქნება დამყარებული ხელი ხელს ბანს პრინციპზე, მანამდე ვიდრე წვილი არ შეუწყდება, წერს ზალ ანჯაფარიძე.
ის პროცესები, რომლებიც ახლა მიდის ამერიკაში და ევროკავშირში, ზუსტად არის იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი მანამდე ატარებდა, განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. ოპოზიციას ბევრ კითხვებზე არ აქვს პასუხი, ბუნებრივია და ვერც ექნება ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ის პროცესები, რომლებიც ახლა მიდის ამერიკაში და ევროკავშირში, ზუსტად არის იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი მანამდე ატარებდა, მათ შორის ატარებდა ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციის დაფინანსებით, გარედან მხარდამჭერით, განაცხადა ბოჟაძემ. ოპოზიცია, რომელიც მუდმივად საუბრობდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე და ხელისუფლებას სწორედ აკრიტიკებდა. ახლა კითხვას, რომელიც ევროკავშირის ამერიკის ურთიერთობებს ეხება, გაურბიან. რადიკალური ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას დასანქცირდნენ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები. პარტია ხალხის ძალის წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელებით ეხმიანება და წერს, რომ ოპოზიცია თავის პატრონებთან ერთად ჯორჯ ურუელის ცხოველების ფერმის ეკრანიზაციას ჯორჯ სოროსის პროდიუსინგით ცდილობს. ევროპარლამენტარები იმსჯელებენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზეო. ესენი ხომ იცით, რომლები არიან. ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონებში იშოვა კაპიტალი და აგროვა საკუთარი მოქალაქების გვამების უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად რომ გამოაცხადეს ბიძინა ივანიშვილმა კი საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო. ყოველდღიურად ავიწროებენ, ემუქრებიან საკუთარ კაპიტალზე, წნომა შეუზღუდეს, მაგრამ პოზიციას არასდროს შეიცვლის. საკუთარი კეთილდღეობისთვის ქართველების სიცოცხლის ხარჯზე არ მოიწყობს და ამიტომ აცხადებენ დემოკრატიის მტრად. მოკლედ ჯორჯ ურუელის ცხოველების ფერმის ეკრანიზაციას აწყობენ ჯორჯ სოროსის პროდიუსინგით, წერს ზურაბ ქადაგიძე. საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კეთების გამარტივებული პროცედურა ამოქმედა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე 72 საათის განმავლობაში შეავსონ ონლაინ აპლიკაცია. უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 411 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტოტრანსპორტის მართვის ყველაზე მეტი 215 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. 87 სამართალდამღვრება დაფიქსირდა ბათუმში, 70 რუსთავში, 39 ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 411 შემთხვევიდან 355 ფიზიკური პირი, ხოლო 56 იურიდიული პირი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 247 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების, 142 მიკროავტობუსის, 22 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლების ფლობელების სახელზეა შედგენილი. ავტოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი ხორციელდება. პარალელურად დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლსაც რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 35 უმსხვილე საწარმო სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს, აღნიშნულია გავრცელებული ინფორმაციაში. ოცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი იკითხება. როგორც თავად ნიკოლეიშვილმა მედიასთან განაცხადა, გამოძიებას კონკრეტულ მტკიცებულებებს მიაწოდებს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები და ამას რა თქმა უნდა გამოძიებას არ უდგენთ. ცალკეული პირები იყვნენ დაფინანსებული უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში იქცეოდნენ სხვა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და რომელიც
რომელიც მიმართული იყო სახელმწიფოს გადატრიალებისკენ, რევოლუციური სცენარების მოწყობისკენ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გამოძიება წარიმართოს კანონის შესაბამისად მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რყევები, განაცხადა ნიკოლეიშვილმა. პროკურატურამ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ასევე საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გამოძიება ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადების საფუძველზე დაიწყო. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე სასამართლომ პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია. სლომას ესწრებოდა ბრალდებული თანაინვესტორების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი. საქმეს მტკიცებულება დაერთო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აუდიო ჩანაწერი ბაჩიაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შორის გაყალბებული, რამდენჯერმე დაჭრილი და ფალსიფიცირებულია. ჩანაწერი დაცვის მხარემ მტკიცებულებად მიიტანა, თუმცა დადგინდა, რომ ის ყალბია. ეს დოკუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის და პირდაპირ ადასტურებს სალსახად ბრალდებულის არაკეთილ სინდისიერებას სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას არსებითი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით, რაც მას ოფიციალურ ურთიერთობაში აქვს დაფიქსირებული წერილობითი ფორმით და რაც საბოლოო ჯამში მას დამნაშავების სალსახად ადასტურებს. ჩანაწერთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და ბრალდების პოზიცია ყოველთვის იყო ერთი, რომ არსებითი გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთოდ არ ჰქონდა ამ სისხლის სამართლის საქმეზე. ასეთ მნიშვნელობას მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებული ანიჭებდა ამ ჩანაწერს. საბოლოო ჯამში დადასტურდა, რომ ეს ჩანაწერი არის მონტაჟი და არ არის ავთენტური. დაიკითხება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი განაცხადა პროკურორმა მიხეილ სანდრემ. მომდევნო პროცესი 17 თებერვალს ჩაინიშნება. გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლევით განვაგრძობთ. ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტი იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც ვაჟბებ შენი დედავატი თავიდან მკითხულობ. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლევით განვაგრძობთ. ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტი იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც ვაჟებად დაიბადნენ, სქესი შეიცვალეს და სპორტის ქალთა სახეობებში მონაწილეობდნენ. ჯილდოების გაუქმების ინიციატივით გამოდის განათლების დეპარტამენტის იურიდიული კონსულტაციების მთავარმა სამმართველომ გააგზავნა წერილი სტუდენტური სპორტის ეროვნულ ასოციაციაში, NGO-სა და შტატების საშუალო სკოლების ასოციაციების ეროვნულ ფედერაციაში მოწოდებით დაუბრუნდეს ქალთა სქესის მქონე სპორტსმენებს რეკორდები, წოდებები, ჯილდოები და აღიარება, რომელიც არა მართ ზომიერად გადაეცა ბიოლოგიური მამრობის სქესის ადამიანებს, რომლებიც ქალთა შეჯიბრებებში იღებდნენ მონაწილეობას, აღნიშნულია განათლების დეპარტამენტის განცხადებაში. განცხადების ტექსტში აგრეთვე წერია, რომ ტრანსგენდერებისთვის ჯილდოების ჩამორთმევა სრულად შეესაბამება NGO-ს ახალ პოლიტიკას, რომლის მიზანია მამაკაცების არდაშვება ქალთა სპორტში. ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ უწყებამ ორი სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესახებ მოკვლევა დაიწყო, ვინაიდან სქესობრივი დისკრიმინაციის ფაქტები დაფიქსირდა. ინციდენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი არ არის. ცნობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. ერთ-ერთი მათგანი ბიოლოგიური მამაკაცების ქალთა სპორტში მონაწილეობის აკრძალვას ეხება. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ის არ არის შეწუხებული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის კონტრაქტებით უკრაინის თემატიკაზე. რაც შეეხება კონტაქტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, ნატო ეს არის 50%. ამერიკის შეერთებული შტატები ამრიგად მე არ ვარ შეწუხებული იმით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონტაქტებში არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ალიანსის წევრები ვართ. მე არ დავიწყებ სპეკულირებას, თქვა რუტემ. ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ The New York Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს და რა დროსაც უკრაინის საკითხი განიხილეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩინეთის ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აზერბაიჯანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ალიევი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო 4 წელიწადში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უსამართლო და არაკეთილსინდისიერი მიდგომების გამო გაუარესდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ცვლილებები ევროპაშიც მოსალოდნელია. გვახსოვს, რომ როცა პრეზიდენტი ტრამპი იყო შეერთებული შტატების სათავეში და მაშინ ჩვენი
ურთიერთობები წარმატებით ვითარდებოდა ბოლო 4 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის არაკეთილ სინდისიერი და უსამართლო მიდგომის გამო კი ისინი უკიდურესად გაუარეს და პრეზიდენტთან ჩვენი წინამუშაობის გამოცდილება ძალიან დადებითი იყო. ველით რომ ის 4 წელი, რომელსაც ამერიკა აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულ წლებად მივიჩნევ, ისტორიას ჩაბარდება და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ევროპელ ლიდერებს შორის ბევრი გაურკვევლობა. მიზეზი მარტივია, ყველამ ვიცით როგორ ეპყრობოდნენ დონალდ ტრამპს, როდესაც ის პრეზიდენტი არ იყო. ყველამ ვიცით ვის უჭერდა მხარს მათი უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებისას და თუ ჩვენ ეს ვიცით, პრეზიდენტი ჩვენზე მეტ ინფორმაციას ფლობს, თქვა ალიევმა. რუსეთი არაპირებს უკრაინასთან საუბარს უკრაინული მიწების გაცვლაზე კურსკის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ არის, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ეს შეუძლებელია, რუსეთი არასდროს საუბრობდა და არ ისაუბრებს ტერიტორიების გაცვლაზე, თქვა პესკოვმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინული საჯარისო შენაერთები, რომლებიც კურსკის ოლქში ამჟამად იმყოფებიან, განადგურდებიან და განიდევნებიან. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეძლებს უკრაინასა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, ის ვლადიმერ პუტინს შესთავაზებს ტერიტორიების გაცვლას. ესეთი გახდათ საქართველოსა და უცხოეთში განვითარებული მოვლენები, მე კი დროებით გემშვიდობებით.